მოურუდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს. აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად ვცდილობთ უპასუხოთ ყველაფერს, ვცდილობთ ახსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ახსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი რუსთაველი. აქ ისევე ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს არჩეული გზით სვლას და ცხოვრებას, როგორც მანამდე განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად, თანმიმდევრულად ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს, მივიწევთ ჩვენ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ისეთი, როგორც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიული ჯგუფთა უმრავლესობა გაუნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულებრივ დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზის ისევ წასაგესებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქვალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება. რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამიტომ ვართ მტკიცეთ და ამიტომ არ ვიხებთ უკან ჩვენს გზაზე, ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგან ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია.